თავისუფალი საქართველოს თავმჯდომარე კახა კუკავა მოუწოდებს კანდიდატებს, რომლებსაც რეგისტრაციაზე უარი ეთქვათ კენჭი თავისუფალი საქართველოს სახელით იყარონ. პარტიის თავმჯდომარის თქმით, ადგილობრივი საოლქო კომისიები სერიოზულ პრობლემებს უქმნიან იმ პირებს, ვისაც სურთ კანდიდატად დარეგისტრირება. მისივე თქმით, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს კანდიდატის პოლიტიკურ შეხედულებას. მთავარია მას ჰქონდეს ავტორიტეტი და რეიტინგი საკუთარ ქალაქში, უბანში თუ სოფელში. სხვადასხვა რეგიონებიდან გვიკავშირდებიან ადამიანები, რომლებსაც საოლქო საარჩევნო კომისიებმა უარი უთხრეს რეგისტრაციაზე. ზოგიერთ შემთხვევაში ეს არის სხვადასხვა ფორმალობები კანონიდან გამომდინარე, ძირითადად ეს ეხება დამოუკიდებელ კომისიებს. ზოგიერთ შემთხვევაში ადგილი აქვს კანდიდატების, ასე ვთქვათ, გადაგდებას საკუთარი პარტიების მიერ, როგორც ოპოზიციური პარტიები მხედველობაში, რომლებმაც არჩევნებამდე გამოაცხადეს, რომ არ დააყენებენ საკუთარ წევრებს კანდიდატებად. ასევე ხშირი არის შემთხვევა, როდესაც ქართული ოცნება, რომელიც მთელი წლის მანძილზე პირდებოდა ამა თუ იმ პიროვნებას, რომ კანდიდატად წარადგენდა, ბოლო მომენტში გადაიფიქრა გადაწყვეტილება და გარდა ამისა კანონში არის ასეთი ნორმა, რომ სხვა პარტიიდანაც არ შეუძლია ამ ადამიანს კენჭისყრა თუ არ წარადგენს საოლქო საარჩევნო კომისიაში წერილობით მტკიცებულებას იმის შესახებ, რომ აღარ არის დაუშვათ ოცნების იქნება თუ ნაციონალების თუ სხვა პარტიის წევრი. დამოუკიდებელი კანდიდატების რეგისტრაციის ვადები შევიდა ჩვენ ვინც მოგმართა რამოდენიმე რაიონში ყველა და წარვადგინეთ კანდიდატებად თავისუფალი საქართველოს ეგიდით და მინდა მივმართო რომ 4 სექტემბრამდე კიდე რჩება ვადა ერთი კვირა დაახლოებით და ყველა ადამიანს ვისაც გააქვს სურვილი არჩევნებში მონაწილეობის და საოლქო საარჩევნო კომისიაში ვერ გაიარეთ რეგისტრაცია დამოუკიდებელ კანდიდატებად მოგმართეთ თავისუფალ საქართველოს დაგვიკავშირდით ჩვენთვის არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა ადგილობრივ არჩევნებში ადამიანი რომელ პლატფორმას წარმოადგენს, რომელ პოლიტიკურ იდეოლოგიას წარმოადგენს, განსაკუთრებით როცა საუბარი არის რეგიონებზე, თავარი არის როცა რა ვიცი ადამიანი წყალტუბოში იყრის კენჭს თუ გურჯაანში, რომ თავის უბანში კონდეს, თავის სოფელში კონდეს ავტორიტეტი, იცოდეს თავის სოფლის პრობლემატიკა და გადამწყვეტი მნიშვნელობა ნამდვილად არ აქვს სოფლის მაჟორიტარი ახლა რომელი პოლიტიკური თუ საგარეო ვექტორის წარმომადგენელი იქნება. ამიტომაც ჩვენ არავის არ შევქმნით პრობლემას, არავის არ მოუთხოვთ რომ კიდე თუ არა თავის პარტია დატოვეს და ჩვენ პარტიაში გაწევრიანდეს. დაგვიკავშირდეს უბრალოდ რომ მოვასწროთ აი ამ კანონით გათვალისწინებული ფორმალობების დაცვა.